მოგესალმებით საღამოშიდობის შევეცდები დავიწყო შეფასების გაკეთება ჩვენ კოლექტივურად ვაფასებთ ყველაფერს ასე რომ ნებისმიერი ერთი ლელოს ლიდერის და წარმოადგენლის განცხადება არის ყველა ლიდერის წარმოადგენლის განცხადება შესაბამისად მოვახსენებთ საზოგადოებას ჩვენს აზრს და მამუკაზაბადის აგრეთვე არაერთხელ საუბრიათ და პირიქით კარგად გამახსენებთ როგორი ნიშანდობლივია რომ ამდენი წლის თავზე უკვე მე-7 წელია ხო პრინციპში რაც მამუკა ხაზარზე თქვა დასაწყისში არაფერი არ შეცვლილა. ცუდია ჩვენ ქვეყნისთვის, ხო? რომ ისევ იგივე ფრაზით ფასდება ყველაფერი. მან გაიხსენა მათ შორის ის აწუხეს ახალგაზრდული ფრაზა ივანიშვილის რა უნდა შავსგვარში ამერიკელებს. და ეს აღმოჩნდა ის რაღაცა საბედისწერო, ალბედითი ფრაზა, რომელიც დღემდე სრულყოფილად აფასებს საქმის ვითარებას. აი აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლა, იმიტომ რომ ქვაქვაზე არ დაუდიათ. აი მართლა აგური არ დაუმატებიათ. პირიქით, ისიც კი დააქციეს ამ რეჟიმმა, რაც მამუკაზაბადის ანაგლის ხმაწყლოვანი პორტის პროექტის კონსორციუმის დროს შეიქმნა და ახლა ჩვენ დღეს მოვისმინეთ კიდევ ერთი სრულიად სამარცხვინო მაპატიეთ და უკვე იდიოტური და კომიკური ბლეფი მეტი არაფერი. ეს სხვა შეფასება. თუმცა დღეს გითხრეს რომ თუ მანამდე ამერიკელებთან დაკავშირებით არსებობდა ამ ფრაზამ გადაწყვიტა რეალურად ამერიკული ინვესტიციების მონაწილეობის ბედი ანაკლის ღრმაწყლოვან პორტში დღეს სხვა სიტყვებით, მაგრამ ქრუიშულმა თქვა რომ რა უნდათ ჩინელებს ანაკლის პორტში. მე ვთქვი დღეს საერთოდ ქრუიშულმა თქვა რა უნდა ანაკლის პორტს საერთოდ თვითონ. იმიტომ ნახეთ დავიწყოთ მოდი აქედან ხო პირველი ეს მერამდენი განცხადება დაახლოებით მე-15 ანუ აი საზოგადოებას განცხადების რაოდენობა ნამდვილად არ დამითვლია მაგრამ მე მაქვს დათვლილი დაახლოებით ხო და შეიძლება მეტიც იყოს მაგრამ აი 14 ჩვენ კოლაჟიც გავაკეთეთ სხვადასხვა და მინდა საზოგადოებას შევთავაზოთ თუ აინტერესებს რომ აი ნახონ ჩვენს სოციმედია გვერდზე ხო ლელოს ოფიციალურ გვერდზე Facebook-ზე ამას 1-2-3 კვირის იქნება კოლაჟი ძალიან ტრაგიკული სანახავია ხო სხვადასხვა წელს და ეს არ არის ყოვლის მომცველი სხვადასხვა წელს არაფერი არ იცვლება არაფერი არ იცვლება ქოცი ლიდერები გამოდიან და აცხადებენ წელიწადში რამდენჯერმე რომ ხვალ იწყება ანაკლის მშენებლობა ორ კვირაში იწყება ანაკლის მშენებლობა აი ახლა ფაქტებს ეს ხო ჩემი შეფასება არ არის ხო ყველა შეუძლია ნახოს მოხდა ხო არაფერი არ ამ მოდელით იმ მოდელით აი ხა მეორე მანდ 51-49-ზე რაღაცა გამოვაცხადეთ რაღაცა ინტერესთა გამოხატვა მე პიპიპი ეხა ლენდლორდი ამ ლამას სიტყვებს ისვრიან და ბიოტიც პიპიპიც და ლენდლორდიც ძალიან მარტივად ეკონომიკური მოდელებია ხო საზოგადოებას განვმარტოთ თუ ვინ ფლობს და ვინ ოპერირებს რა წელს და როგორ ხო ბიოტი პიპიპი ლენდლორდი სამივეთი მუშაობს წარმატებული პროექტები ყველგან ჩემი ფრანგულისტის ბოდიში მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ქართული ნათქვამი რომ სამიჩის პროექტი გამოვდის მე მგონი როგორ ყველაზე და კოცოც სამიჩი არის აი ხო და ძალიან მარტივად მოუხდა არც ბიოტი მემუშავა არც პიპიპი მემუშავა არაფერი რატო ნახეთ ძალიან მარტივი ქართული არ მინდა არც ბიოტი და არც პიპიპი და ქოცშია პრობლემა ქოცში სანამ ივანიშვილი და ეს ქოცური რეჟიმი არსებობს არც პიპიპით იმუშავებს არანაირი მოდელი არც ბიოტით და არც არაფრით იმიტომ რომ ქოცის მიზანი არის ჩვენ გაგვაღარებოს ქოცის მიზანი არის რომ საქართველო არ წავიდეს წინ აი ნახეთ რაშია საქმე 2022 წელს ხო ერთი მოდელი თქვეს 23-ში ხო მეორე თქვეს ეხლა ხო კიდევ სხვას ამბობენ თავიდან ხო ვითომ ამერიკელები შემოყავდათ მერე ხო ვითომ ტრამპთან ლაგდებოდნენ მერე ჩინეთი შემოყავსო ახლა ჩინეთიც ვერ შემოყავთ ახლა ცენტრალურ აზიის ქვეყნებიო იმ ცენტრალურმა აზიამ ამ ჩინეთმა და სერბეთმა არც ერთ რეზოლუციას მხარი არ აუჭირეს ამათ გატანილს აი ამას რა ქვია თუ არა რაღაცა აი ინფანტილური ბავშვური ბავშვასვერჩი კარგი მაშინ რა ემსახურებოდა ეს დღევანდელი ასე ვთქვათ პომპეზურად მოწყობილი ბრიფინგი შემოთავაზებული ახალი მოდელი რის შემდეგაც ყველამ დავიწყეთ ამ მოდელის დეტალების შესწავლა თუმცა მაინც ვერ გავიგეთ თუ 100% მე ვარ მფლობელი აი ამ ინფრასტრუქტურული პროექტისა პასუხისმგებლობას ვიღებ რომ დიდწილად სწორედ ჩემი ფინანსური რესურსით გავაკეთო ინფრასტრუქტურა რაც არის ძირითადი თუ გზა მე მივიყვანე თუ რკინიგზა მე გავაკეთე თუ პორტები და გემისადგომებიც მე გავაკეთე ანუ სრული ინფრასტრუქტურა ხო გავმართე კერძო ინვესტორი რისთვის მინდა ხო ნახეთ ჯერთი კარგი კითხვა აქედან დავიწყოთ და მეორე მოდი წამიც არ მაგას გავანალიზებთ ვიკითხოთ თუ 7 წელში გზა ვერ მიიყვანეს რკინიგზა ვერ მიიყვანეს განათების ბოძი ვერ დადგეს ხო და საერთოდ ანაკლეზე ლაპარაკია ხა ეგ მოვდიოდი ხო მოვცურავდი თბილისში ხმაწყლოვანი პორტის პროექტი კი არა
ღრმაწყვოვან პორტად გადაგვაქციეს მთელი დედაქალაქი, იმიტომ რომ ნიაღვარი ვერ გაუყვან, სანიაღვარი სისტემა ვერ გაუყვანიათ. აი ხა ვინც სახში მივიდა ცოტა ხნის სამსახურიდან და ეხლა ჩართო. აი იგივე თუ მშვიდობით მიაღწია, ულოცავთ ხო სახში მშვიდობით მიღწევას, იმიტომ რომ აი ამ ადამიანმა, აი ვინც ეხლა მისმეს, ვინც ეხლა დაბრუნდა სახში, მაგალითად ცოტა ხნის წინ ხო, არაერთი ასეთი ადამიანი იქნება, ხო? აი ხა ამ ადამიანმა რა გამოსვლაც გაიარა. სანიაღვარი სისტემა არ არის და ამიტომ ცურვით მოხდა სახში მისვლა. და ზოგი ვერც მიდის და აგერ ბადეებირება ეთერების და რა არ ხდება ხო? აი ხლა ამ ხალხს რო ელაპარაკება კოცი მინისტრი რო გაუკეთებს თავისი რესურსით. ანუ ნახეთ მისი ფულით და ფული არ გვაქვს როგორც სახელმწიფო სად გვაქვს და კონდეს ყველაფერზე გეუბნები რომ არ გვაქვს და ეხლა ამბობენ რომ თურმე 2 მილიარდი და მეტი შეუძლიათ რომ ასე გამოყო როცა ელემენტარულად გზის დასაგები ფული არ გამოუყია ამდენი ხანი გზა არ დაუგიათ აი გზა რომ მივიდეს ეგ არ არის და აი გზა რომ ვერ დააგო ეს ხალხი გვეუბნება რომ ეხლა ჩადებს 600-700 მილიონს როგორც არაფერი კიდე მაგაშიც ვერ ჩაждდებიან და იგივე ხალხმა 50 მილიონი არ მისცა როცა კონსტრუქციებს ჭირდებოდა გარანტიის თანხა ხო ყველას გვახსოვს 50 მილიონი გახადეს და რისი საბაბი რომ ორი უდანაშაულო ადამიანი ხაზარაძე და ჯაფარიძე ედევნათ სისხლის სამართლის წესით ხო ამ სასამართლო სისტემის პირობებშიც კი წააგეს წარმოიდგინეთ ხო ვერანაირი ფულის გაკეთება ხო და ისთვის დაჭერდათ ხო აი ასე რაღაცა დემონსტრაციულად ამ გადაწყვეტილების გამოცხადება რომელსაც აი ხვალვეებთ ჩემ წარმოდგენით რომ ხვალვეებთ უნდა დაიწყოს იქ აქტიური სამშენებლო პროცესები ქვაზე არ უნდა დარჩეს ყოველი წინა კვირის განმავლობაში ბოლო 7 წელია ხო რას ემსახურება ეს ყველაფერი ძალიან მარტივად პირველი იმას რომ რუსეთი აქ არ დაუშვებს სანამ ქოცური რეჟიმი ყავს არანაირი ანაკლიის მშენებლობას არავის კაპიტალით იმიტომ რომ თუ ანაკლია აშენდა აქ ესაა მთავარი თუ ანაკლია აშენდა რეალურად და ეს არის რუსებისთვის პრობლემა საქართველოს უკვე რჩება წინ წასული ხო იმიტომ რომ ეს ანაკლია ხო აქ რჩება ხო ის უკვე ჩვენი პროექტი არის ხო ჩვენი ჭურჭელი არის ხო ჩვენი ინფრასტრუქტურა არის რომელსაც აქვს არა მარტო ეკონომიკური არამედ სამხედრო უსაფრთხოების და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ეს საქართველოს გააძლიერებს და საქართველოს გაძლიერებას ქოცი არასოდეს არ დაუშვებს და თუ ეხლა ვინმე მისმენს და ჯერ კიდევ ქოცია და ფიქრობს რომ ქოცი დაუშვებს ანუ მისი რეჟიმი საქართველოს გაძლიერებას არ ვიცი თვალი გაახილეთ ვიფასო მეგობრებო თვალი გაახილეთ შეხედეთ ფაქტებს რომ 7 წლის განმავლობაში გზაც კი არ მიიყვანეს და ეხლა ეს ხალხი 50 მილიონი არ გაიღეს რომ უკვე შემოსული იქნებოდა ხო ეს გემები ხო და რა შეჭირა დროის მოგება ჭირდება 2029 წლამდე იმიტომ რომ დაგვიანოს ეს რომ 2029-შიო. რამდენჯერ მახსოვს უკვე 6 წელი 7 წელი პოლიტიკაში ვარ პრაქტიკულად და არ მართლა თვე არ გასულა რომ რაღაც ანონსი არ ყოფილიყო მსგავსი. და ეხლა ნახეთ 50 მილიონი ხო არ ჩადეს. და ეხლა ამბობენ რომ თქვენი ჯიბიდან, ანუ ჩვენი ფულიდან ბიუჯეტიდან თავის ფულს ხო არ დებენ ხო ჩვენი ფული უნდა ჩადონ ჩვენ ასეც ვიხდით ბიუჯეტში ხო ეხლა გვეუბნებიან რომ განუზომლად უფრო მეტჯერ ბევრს ჩადებენ თურმე იმისთვის რომ გზა რომ ვერ მიიყვანეს ახლა ყველაფერი თვითონ გააკეთონ ეხლა აი ამის თუ ნორმალურ ადამიანს შეიძლება ეჯეროს მე არ ვიცი იმდეხას გაგვიწევდა ამ გემის მოლოდინი რომ რაღაც დავემსგავსეთ მე მგონი რობინზონ კრუზოს ხო უკაცრიელ კონძულზე წლების განმავლობაში რომ ხედავდა და ის ემოცია ხო ის ემოცია გვექნება მან რომ ასე ვთქვათ მაშინ როდესაც მისკენ გემი დალანდა ჰორიზონტზე მაშინ როდესაც უკვე აი ამ წლების განმავლობაში ათობით ათასი სამუშაო ადგილი უნდა შექმნილი ხო სადღაც კი არა აქ სამეგრელოში ხო უკვე უნდა განვითარებულიყო ჭკვიანი ქალაქის პროექტი ხო ანაკლის პორტის გვერდით დამატებით პროექტად ხო და იაპონია იყო დაინტერესებული იქ ახალი რაღაცები შეექმნათ სასწავლი ქალაქი იქნება და ჯერო არ გვაქვს ქართველებს ხო ეს ას ნიშნავს იქ სერვისები განვითარდებოდა იქ კვების ობიექტი განვითარდებოდა იქ ლოჯისტიკა განვითარდებოდა იქ ხალხი დასაქმდებოდა ახალი ფინანსური ინსტიტუტები წამოვიდოდა ახალი კერა შეიქმნებოდა სიცოცხლის რომელშიც ქართული რაღაცა ხარობს აი ამას ვერ იტანს ქოცი რომ რაღაცა ქართულმა გაიხაროს თან სად ხო აფხაზეთიდან რომ ჩანს ისეთ ადგილას ხო და რას მალავენ იქ მაგარი რაღაც ხდება ისი მასკირება ხდება ამ განცხადებით ამით ხდება იმის მასკირება რომ ისინი რუსები გააზრებულად რუსები ყველაფერი რაც მათ აკეთეს არის რუსული საქმე ანუ დაპირებაა პოლიტიკური დაპირებაა და მეტი არაფერი ეს არის აი ნახეთ ისეთივე ფარსია ისეთივე შულერული რაღაცა ტრიუკია იმას ხო ტრიუკები უყარს ხო აბელ არქიპოსეთურს რომელიც მართავს ამათ ყველას ხო რაღაცა
საცეცებზე რაღაცა იმებს გამობულ მარიონეტებს, ხო? რეალურად ესაა ტრიოკი, რომელთაც უნდათ გადაფარულო არიან რუსები, უნდათ გადაფარულო არიან მაპატიად და იდიოტები, რომელთაც ჩინეთანაც კორუმპირებული კომპანიაც კი ვერ შემოიყვანეს. აი ამ დონის უნიჭო იდიოტებს დაგვარ შეხება და მე ხა სხვა სიტყვებით ვეღარ შევაფასებ, ხო? ჯერ ხო ის კორუმპირებული შემოყავდათ, ისიც ვერ შემოიყვანეს. ვითომ ხო პარტნიორები არიან ჩინეთი, ირანი, სერბეთი, ცენტრალური აზია. ერთ კინტილა გაეროში რეზოლუციაზე ხმა ვერ მიაცემინეს. ეს მულტივექტორი გვაქვსო საგარეო პოლიტიკაში, მულტივექტორი კი არა, ბარდაგი გაქვთ. აი ეს მინდა ყოველთვის ვუთხრა, როცა არც პოლიტიკური მხარდაჭერა არ გაზრდილა შენ სახელმწიფოში, არც ეკონომიკური, როგორ ვთქვათ, შემოსავალი, არც ინვესტიცია, არც მეტი სამუშაო ადგილი არ შეგიქმნეს შენი ერისთვის. რაში გამოიხადება მულტივექტორი? რაღაცით ხონდა გავზრომოთ, რომ აი რაღაცას მივახციეთ, ხო, რაღაც მეტი ფული მოდის ქვეყანაში, მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა გვაქვს. არაფერი, რაც ქონდა ის ჩამოშალეს და საპირწონედ ახალი ვერ ააშენეს და ანაკლი არის შუაში, აი ამ ტრაგიკომედიას, რაც ფარსად გაზდევს, ფონად გაზდევს, მათ ფარს გაზდევს, ფონად აი ეს ანაკლის, როგორ ვთქვათ, რაღაცა ტრაგიკომიკული ფარსი. მაშინ, როცა ჩვენ რო ყოფილიყავით მთავრობაში, აი მინდა საპირწონედ დავანახოთ, ხო? ანაკლი იქნებოდა აშენებული, ათობით 1000 ახალი სამუშაო ადგილი იქნებოდა უკვე სამეგრელოში, საქართველოს ექნებოდა აქამდე ჯერ არ ნახული ფუნქცია. ჩვენ ეხლა უკვე ვიცით, რომ ვიქნებოდით ტრამპის სახელობის მშვიდობის და კეთილდღეობის გზის ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იქნებოდნენ ეკონომიკურად ფუნქციონალურად მობმული საქართველოზე და ეხლა საქართველო იქით არის მისაბმელი უკვე რეგიონულ დინამიკაზე. აი რატო დაგვიდგა, რომ იქით უნდა ეხლა ხვალაც რომ შევცვალოთ ეს რეჟიმი, აი ხვალ დილით რომ დავიწყოთ მუშაობა სხვა ხალხმა ამ ქვეყნისთვის, ხო, მის სამართავად. უამრავი დრო დაგვჭირდება, რომ ამათი მომსპარი გამოვასწოროთ და ეს თქვენი დროა, მეგობრებო, თქვენი ფულია, თქვენი ცხოვრება, ამაშია პრობლემა. უკვე წინ უნდა ვიყოთ. ეხლა ვიქნებით უკან, როცა ჩვენ დავიწყოთ მუშაობას, როცა დღე მოვა, ხო, როცა დღე მოვა. და ვინ ზარალდება ცვლილებებზე საუბრობთ ჩვენ სახელისუფლებო ცვლილებებზე, რა თქმა უნდა ხალხის მხარდაჭერით, მაგრამ ეს უკვე თქვენი ფუნქცია მოვალეობაა პოლიტიკოსების, ახლა ხალხმა როგორ შეცვალოს ეს ხელისუფლება? არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად შევცვალოთ ჩვენ პირველებმა, მაგრამ ხალხთან ერთად ხალხმა უნდა შეცვალოს საბოლოო ჯამში, მაგრამ ჩვენი გავლენა ამისათვის თქვენ ძალა უნდა ჩვენ თქვენს მიმართანდობა უნდა გაიზარდოს, კი ბატონო. მათ შორის ნახეთ, აი ისინიც კი ვინც თუნდაც ბოლო არჩევნებზე, თუნდაც 2025 წელს ხმა მისცა ქართულოცებას, ყველა უნდა დავაფიქროთ, ყველა ადამიანი უნდა მაგრამ ვინც თქვენ მოგცათ ხმა, ისინი ზოგადად ოპოზიციას გულისხმობთ, მათ გაუჩნდათ ძალიან სამართლიანი პრეტენზია, რომ თქვენ ვერ შეძლებთ მათი ხმების დაცვა და ამასობაში 2 წელი მიილია მხოლოდ ქვეყნის საზიანო საქმეების ძალიან ბევრი რთული პროცესი გავიარეთ, ძალიან ბევრი შეცდომაც იქ დაშვებული, ბევრი გაკვეთილი. პასუხისმგებლობაც უნდა აღიაროთ ხოლმე ოპოზიციამ. აბარა, რა თქმა უნდა, მე ძალიან კრიტიკულად ვუყურებ ოპოზიციას. საკუთარ თავსაც, საკუთარ გუნდსაც და მთელს სპექტრს ოპოზიციურს, მიუხედავად იმისა, რომ მათთან პროაქტიული შეხება პრაქტიკულად არც ერთ სფეროში არ გვაქვს, გარდა იმ ერთი დიდი საერთო ინტერესისა, რაც არის ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დასრულება. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ეს არ ათავისუფლებს არც საზოგადოებას საკუთარი პასუხისმგებლობისგან, იმიტომ რომ პოლიტიკოსი არ მგონია რაღაცა ფალავანი და გლადიატორი პოლიტიკოსი არის ის, ვინც პროფესიულად მუშაობს მუდმივად ამ პროცესზე, მაგრამ ყველა მოქალაქეს და მეც როგორც მოქალაქეს პირველ რიგში მაქვს ვალი ამ სახელმწიფოს წინ, ამიტომ ვარ პოლიტიკოსი, ხო, იმიტომ ამ ვალის ჩემეული გააზრება გამაჩნია, რა წვლილი უნდა შევიტანო მე, მაგრამ არავინ არ იფიქროს, თუნდაც ჩვენ მსმენელმა ან სხვამ, რომ მისი წილი და წვლილი ჩემსაზე ნაკლებია, არაფრით. და მithos ასეთ ვითარებაში დღეს ვართ. რაღაც კუთხით ყველა პოლიტიკოსი ვართ, ყველა პოლიტიკური ლიდერი ვართ, ყველა თანაბრად ვართ ამ პროცესში ჩართული, იმიტომ რომ ეს აღარ არის კონვენციური პარტიული პოლიტიკის დრო, ხო, რაღაცა რომ ეკონომიკური კურსი როგორ ჯობია, რასაც გრიგოლი მეუნება თუ რასაც სხვა მეუნება. არა, ეს უკვე ისეთი მომენტია, როდესაც სახელმწიფო გადარჩება თუ არა ეს წყდება და ეს ყოველს ერთიანი პასუხისმგებლობა აბსოლუტურად. არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო, იმიტომ რომ გამოდის რომ ფაქტობრივად არ ვიცი გუშინ წინ დაბრუნდით ალბათ საქართველოში, ვიცი რომ ალდეს კონფერენციას ხო ესწრებოდით თქვენს თანაგუნდელთა, სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად უმძიმესი რეზოლუცია იქნა მიღებული, ამასობაში წამოგვიწია კიდევ EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის მიერ ძალიან მძიმე ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში. ეს გავიგე ხა
ყოველი რეზოლუცია წინამორბედზე უფრო მწვავე და კრიტიკულია, მაგრამ აი ძალიან ბუნებრივად აქ ხალხი თავისუფლებაზე იქნება თუ საპატიმროში კონკრეტულ შედეგს ელოდება. აი ველოდოთ რომ ამ რეზოლუციებს ექნება რაღაცა ესეთი მწვავე ეფექტი ხელისუფლებაზე. ნახეთ, მე ვფიქრობ რომ უკვე აქვს ამ ყველაფერზე ძალიან მწვავე ეფექტი, რატომ? იმიტომ რომ პრაქტიკულად 2 წელია, რაც 2 წელი გავამალე, რაც ამ ფაზაში ვართ პოლიტიკური ცხოვრების 2024 წლის შემდგომ პერიოდს გულისხმობ და ამ პერიოდის განმავლობაში რეალურად ეს რეჟიმი არის არაღიარებული, ხო? მისი საგარეო ურთიერთობები არის პრაქტიკულად ჩამოშლილი, რამდენჯერმე იყო მცდელობა რაღაცა ნორმალიზების, ეს იყო ევროპულ კავშირთან მიმართებითაც და იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებითაც. ორივეგან ჩვენ ნახეთ, რომ მცდელობა რეჟიმის იყო ქოცურ ფასად დალაგება, ქოცურ ფასად ნორმალიზება და ორივე შემთხვევაში ჩვენ ნახეთ, რომ ამ ამოცანამ სრული კრახი განიცადა. ამიტომ იზოლაციის კუთხით ეს რეჟიმი არის ნამდვილად იზოლირებული და ამ კუთხით გაწეული ძალისხმევა, რომ ამ რეჟიმს ნორმალურობა ვერ შეენარჩუნებინა და ისეთი, როგორ ვთქვათ, ისეთი სურათი არ დაედგა, რომ ყველაფერი არის რიგზე და აქ მე ხალხს გავлахავ, პარტიებს გავაუქმებ, არასამთავრობო სექტორს თავს დავესხმი, ყველაფერი ქართულს თავს დავესხმი და ვითომ არაფერი არ მოხდარა. აი ეს უნდა თქოცებს, ხო? რომ იქ მისალმებოდნენ და რა კარგი ხალხი ხართ, ხო? მე რა იქ ხალხს ცემთ და ასე მაინც ეს არ გამოვიდა. ეს რომ არ გამოვიდა არის იმ ძალიან დიდი რუტინული შრომის შედეგი, რაც არის გაღებული მათ შორის ალდეში, ჩვენი და ჩვენი კოლეგების მიერ, მათ შორის ეუთოში და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომაც ამ შრომამ გამოიღო შედეგად ის, რომ კაფიო სახელი ქვია რეჟიმს, ისე კაფიო, როგორც არასოდეს არ თქმევია, მაგრამ ბუნებრივია საჭირო ბევრად უფრო მეტი შრომა, მეტისთვის საგარეო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით, მაგრამ მე კი საგარეო ურთიერთობებზე მუშაობ და ყველაზე მეც ალბათ ამაზე ვსაუბრობ, ჩემი საქმიდან გამომდინარე, მაგრამ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ნაბიჯები მაინც ძალიან ბუნდოვანია, ხა ვერავისგან კონკრეტული ვერაფერი მიიღეთ, გარდა იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა თვითონ შიდა პარტიული გარდაქმნის პროცესშია. ხო, არ ვიცი რა პროცესია, მე არ ვინტერესდება ნაციონალური მოძრაობა ძალიან დიდი ხანია. და ვერანაირ გარდაქმნას ვერ ხედავ ეს არ ვიცი რამდენად სწორი, ასე ვთქვათ, მათი საქმეა. პოლიტიკური პოზიციაა თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ამ მომოცემულობით ყოველ შემთხვევაში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ნება თქვენია. ხო, არა, მე გულწრფელად არ ვინტერესდება ნაციონალური მოძრაობით, არანაირი ინტერესი არ გამაჩნია, არც სხვა პოლიტიკური პარტიებით, შეგინდას გააკეთებენ მათი საქმეა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, მათ შორის მაგ პოლიტიკური ძალების პროაქტიული ლიდერობით და მედროშეობით და პასუხისმგებლობა არ დამინახავს. და ყველაზე დიდი შეცდომა რა არის? ხო, 4 ოქტომბერი, ხო, ვიცი რასაც იწვევთ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში. 4 ოქტომბერი იყო კატასტროფული შეცდომა. პირველი, იმიტომ რომ არჩევნებს გამოუცხადეს ბოიკოტი, სრული სისულელე გაკეთდა და მეორე, იმიტომ რომ ადამიანებს გაუძღვა პოლიტიკოსების ნაწილი არასწორი მიმართულებით. თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო? მივიღეთ ჩვენი? თქვენი. კი. ჩემი პოლიტიკური ძალის? კი. ამ ბოლო რამდენი განმავლობაში? 2 წლის განმავლობაში. ბოლო 2 წლის განმავლობაში. საარჩევნო ბოიკოტის შემდეგ. მე გულწრფელად გეტყვით, რომ ბევრად უფრო ადრე უნდა განგვევითარებინა ის დამოუკიდებელი გზა, რასაც ვამთავრებთ ახლა. ეგ გონია ჩვენ თავი შეცდომა. და რა შეცვლიდით ამ დამოუკიდებელ გზაზე? ძალიან ბევრ რაღაცას, ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას მივიღებდით ბევრად უფრო სწორად, ჩემი აზრით, ვიდრე იქნა მიღებული. მათ შორის საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით. აი შეგიძლია თამამად მითხრათ, რომ აი არ ხართ კმაყოფილი, ანუ ის შედეგი, რა მოლოდინით თქვენ გქონდათ საპარლამენტო ბოიკოტისგან, რეალურად ამან არ გამოიღო და გარკვეულწილად შესაძლებელია აი ამ საერთო ოპოზიციური რაღაცა მოსაზრების თუ მოთხოვნის ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდით ამ გადაწყვეტილებაში, იმიტომ რომ ეს ხომ იკითხება, ანუ განწყობებიდან იკითხება და მოდის ამ განწყობებიდან. მე ძალიან ღიად ვლაპარაკობ ყოველ შემთხვევაში. ხო, პირდაპირ მითხარით, ანუ. მე მიყვარს ღიად საუბარი. მე ვფიქრობ ამას იმსახურებს ჩვენი მოსახლეობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ხალხი ძალიან არ უნდა ჩაგეხსნათ მანდატები და როცა საჭიროება დადგებოდა, უნდა გამოგეყენებინა. მე მიმაჩნია, ნახეთ, ბოიკოტი ძალიან მარტივად ვიტყვი, ბოიკოტი არ უნდა იქცეს მუდმივ პოზად, მუდმივ დამოკიდებულებად და ეს ზოგიერთ ძალას ექცა ჩემი აზრით. მისთვის ფატალურ, ჩემთვის კი არა. მე მისთვის მინდა მათ შორის, რომ სწორ გზაზე იდგეს, იმიტომ რომ საერთო ბრძოლაში ვარ, მე ამას ვხედავ. ხო, ერთად უნდა შევცვალოთ საბოლოო ჯამში ყველა ეს მამნე რეჟიმი. და თუ ბოიკოტი იქცა და ეს თქვი მაშინ ამერიკის შეხვედრის შემდეგ, როცა ზოგიერთმა კოლეგამ არ არის გამოხმარებას გააკეთა, ეს თქვი და ვიღავი სწორი. იგივე დაწერა საელჩომ
იგივე თქვა მე ჯეი კარაფანომ, ხო, როცა აღნიშნა რა კარგი ინტერვიუ იყო, კარგი ინტერვიუ იყო, კი, და ზუსტად იგივე თქვი მეც. ორი კვირით ადრე, როგორც მე კი არ მithქვამს. კარგად მოვისმინე, რაც მეუბნებოდნენ კოლეგები, ამერიკელები და იგივე წავიკითხე მე საელჩოს განცხადებაში. ხო, ანუ ბოიკოტი თუ გეკცა მუდმივ, როგორ ვთქვათ, პოლიტიკურ რეჟიმად მოკვდები. ძალიან მარტივად. ბიზნეს ვერ დამაწყებ კი არა, შენ თვითონ მოკვდები და ეგ უნდა ბიზნეს. რომ პოლიტიკა მოკვდეს და მე არასოდეს არ გავაკეთებ იმას, რაც უნდა ბიზნეს და ეხლა ვისაც ეს ლოგიკა არ ესმის, არ ვიცი, დაძაბონ გონება. მანამ სანამ არ გაიგებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს არის სწორი. ვიცი რომ ბოიკოტების ძალიან მცირე ნაწილი მუშაობს. პოლიტიკის მეცნიერებაში არის დათვლილი. ხო, მაგალითად არის გამოყვანილი რაღაც ბოიკოტი მუშაობს თუ არა, რა 4% მუშაობს ბოიკოტების, იცით? 4%. 96 არ მუშაობს. ამიტომ ბოიკოტმა არ იმუშავა არც ერთი მიმართულებით, ანუ. არა, მაგას ვერ დავეთანხმებ. მე ვთვლი რომ და ჩვენ რო ბოიკოტი გამოვაცხადეთ, ასე შეგახსენე. ანუ დარჩა საერთაშორისო ეს მომისმენია როგორ არის მუშავა, ნახეთ საერთაშორისო იზოლაციაშია ქართული ოცნება, მათი ლეგიტიმურობის, რომელი ლეგიტიმურობს ამერიკელები რო ჩამოდიან, მათ ხვდებიან და ეხა აგერ ევროპელებს, ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ხედავთ, აქედან ძალიან მწვავედ თვითონვე აკრიტიკებენ, ანუ ყველაზე ანგარიშგასაწევი ამერიკამ ცადა გადატვირთვა, რა თქმა უნდა, ამას თვითონ საუბრობენ ღიად, ცადეს გადატვირთვა, არ გამოვიდა. და ყობახიძე იდგა კიდევ საელჩოში მიღებაზე აგერ ტრიბუნას. ხო, ეს იმიტომ 250 წლის იუბილეი იყო და ამერიკას სული ჰქონდა რომ ყოფილიყო რეჟიმის წარმოადგენელი. ეგ არის და ეგ მეტი არაფერი გულწრფელად გეტყვით, შეიძლება პირდაპირ გითხრათ ამერიკის ხედვა როგორია მაგ საკითხზე, მაგრამ ამერიკამ ცადა გადატვირთვა, ხო, ღიად თქვენს რომ ჩვენ გვინდა გელაპარაკოთ, ოღონდაც ნორმალური რაღაცები გააკეთეთ. და არ გააკეთეს. გამოვიდა მეორე დღეს, იმიტომ რომ თქვა ბიზნესმა დაურეკა, ბიზნეს რუსებმა, თუ როგორც ხდება აი ეს დალაგება და გამოვიდა და რუბიოს დაესკა თავს. როგორ მიბედავს და ჭკუას მასწავლისა, ხო? მაგრამ რაც შეეხება 24-ის ბოიკოტს, ნახეთ, ეს ბოიკოტი იყო კონკრეტული ისტორიული ვითარების საპირწონედ მიღებული გადაწყვეტილება, ხო? მას ჰქონდა თავისი როლი, თავისი წონა, თავისი მიზნობრიობა, მაგრამ თუ ბოიკოტს აქცევ მუდმივ პოლიტიკად, ეს უკვე არ დამთავრდება კარგად არავისთვის გარდა ივანიშვილისა და მე ამას არასდროს გავაკეთებ, იმიტომ მე მინდა ივანიშვილი დავამარცხო და ამიტომ ის გავახარო. და ხა ყველა ჯერზე ჩვენ ნახეთ, რომ მსგავსი ტიპის მომენტებით იხერა ივანიშვილმა დადასტურებულად ემპირიკულად ჩვენს თვალწინ არის ფაქტები, რომ და ეხლა ბევრი კოლეგა ლაპარაკობს, აი არჩევნები არის მნიშვნელოვანი. და კაი არ გონება გაუნათდა და ეხლა მაინც რა მადიარმა გაუნათდა ზოგს გონება, ზოგს სხვა რაღაცებმა, ზოგს ნიჰილიზმმა და ასე შემდეგ და ერთი წლის წინ და არც იგივე, მაგრამ არა ყველა ზოგს თქვენი ასეთი განცხადებები უჩენს ეჭვს, რომ რაღაცნაირად პარლამენტში შესვლა გინდათ და პარლამენტში შესვლა რაღაცა თქვენი აი სულ რომ მინდოდეს ინფორმაციაც რომ არ მინდა სულ რომ მინდოდეს ამ ხალხს ისიც არის ნახეთ პრობლემა არის ეს რო თქვა ადამიანები არ ეკიდებიან პასუხისგებლობით აზროვნებას მაგალითად გირაოს გადაიხდის ადამიანი, გირაო ზოგს ეგონა, იმიტომ რომ განმარტება ვერ მოიწია, აი 10 წამი ვერ დაუთმო, რომ ენახა რას ეშავს გირაო. ან ეკითხა, გირაო ეგონა ვიღაცებს ხო რიგი პოლიტიკოსებს აკრიტიკებდნენ, გირაო გადაიხადა, ესე იგი უნდათ რომ გირაო გონიათ რომ რაღაცა მოგეხსნა ბრალი. გირაოს გადახდიდან ორ კვირაში დაიჭირეს ყველა ეს პოლიტიკოსი სამი ასეთი. სამმა პოლიტიკოსმა გადაიხადა გირაო გასულწელს, ხო? სამივე დააპატიმრეს ორ კვირაში. მერე გაჩუმდნენ. მერე ამბობდნენ რომ არჩევნებზე გასვლა არის ლეგიტიმაცია. არჩევნებიდან მეორე დღეს გამოვიდნენ და არ არისო ლეგიტიმაციაო. ეს ის გაგიათ. ეხლა ეს რა მომაგონა ხო? იგივენაირად ამბობენ რომ პარლამენტში რომელი პარლამენტში შესვლა ჩახსილი, ჩემი ხელი დავწე განცხადება და უარი თქვი მანდატზე. და საქართველოს პარლამენტმა თუ აი მაგ რაც თქვენ კანტორამ უყარა კენჭი და დააკმაყოფილდა. აი როგორ უნდა შეხვიდე წასულ მანდატამდელი არჩევნების, არ ვიცი, თემით ორი წელია მაგას ვითხოვ რომ ადამიანები არჩევნები იყოს და ეს ხალხი თუ ახლა ვიღაცები ბოიკოტს გამოაცხადებს, ხო? ნუ საერთოდ არ ვიცი, მე კომენტარი აღარ მექნება. ორი წელი მაგას ვითხოვ არჩევნები იყოს და ახლა არჩევნები დამინიშნან არ ვიბრძოლო? დაგინიშნავენ, თითქოს ამ თემით რაღაცნაირად სპეკულირებთ, წინ წამოწევა გინდათ მიიქციოთ ივანიშვილის ყურადღება, რომ აი სათხართ ხო მიიღოთ მონაწილეობა და შესაბამისად პარლამენტში ეს დემოკრატიული პროტესტი რომ არჩევნებს მივახციოთ და რა ვიცი, მე ამას სხვას ვიტყოდ 2 წელია არჩევნებს ვიტყოდ და თუ არ მივიღო მოწევა რისთვის ვიტყო მაშინ
ხო, იმიტომ ნახეთ, საზოგადოებას უყურებს ამ ყველაფერს და განა რამე აზრობა არ შეუძლია საზოგადოებას გირავთ იცისას ნიშნავს. ზოგიერთისგან განსხვავებით, რომელიც ეს რაღაცა მოტივირებულ აფერიზმს ეწევა ხოლმე სამწუხაროდ, ხო? გირავთ იცის ძალიან კარგად, ბოიკოტიც იცის, პლუსიც იცის და მინუსიც და ძალიან კარგად გამოიტანს საზოგადოება შეხედულებას და შინაარს იქიდან თუ რა ხდება და ვისა мотиваცია აქვს და ეხა ზოგიერთი პიროვნება თუ პოლიტიკური ენერგია მუდმივად ივანიშვილისთვის სასიკეთო კურსებს ემხრობა, ნუ ამასაც დაერქვა სახელი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ყველა ჯერზე ისეთ რაღაც გააკეთო, რაც ივანიშვილს აძლიერებს და მე კიდევ სხვაზე ლაპარაკობდი, რომ თურმე რაღაც სხვა ქვენა ზრახვები გააჩნია.